საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც არ მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის არსებობის მანძილზე. როგორც ფაქტად მისაღებია და საინტერესო არის ის, რომ ამ დროსა და სივრცეში ასე დაემთხვა. გულისხმობ გერმანიის ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც არარსებული ფენომენია, თვითონაც აღიარა და თქვა, რომ ისტორიაში პირველად გერმანიის ელჩი იქნა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძალიან განაწყენებული გამოვიდა იქედან, რომ არც მომისმინესო, ჩემი აზრიო გამოუთქვიო, ესე რაღაცა და მოკლედ რა, ფაქტი დაფიქსირდა ისეთი, რომ არ მომხდარა ეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, პირიქით, ოდითგანვე ასე იყო, რომელიმე ასეთი ქვეყნის ელჩი იქნებოდა ეს ბრიტანეთის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, რა ვიცი, შეერთებული შტატების ელჩი ხო, საერთოდ წმინდანად ყავდა ჩერაცხული და ვინ გაბედავდა ამერიკის ელჩის ოდესმე დაბარებას და დაძახებას და ის კი არა ხელისუფლება ოპოზიცია სულ იმას კიოდა და წიოდა ამერიკის ელჩმა ეს თქვა, გერმანიის ელჩმა ეს თქვა, აბა როგორი იქნება და უცებ ისეთი სასწაული მოვლენის მომსწრე გავხდით, რომ ელჩს დაუწუნეს თავისი საქმიანობა, ვენის კონვენცია გაახსენეს და პრომეტიც დაიბარეს, ახლა იმისთვის დაიბარებდნენ, ხო? კარგი საქმისთვის არ იბარებენ საერთოდ ელჩებს, ეს ჩვეულებრივი საპროტესტო ნოტა არის და მიღებული საერთოდ დიპლომატიური პრაქტიკის, როდესაც რაღაცა ხდება გაურკვევლობა, სერიოზული გაურკვევლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, იბარებენ ელჩებს და გადასცემენ საპროტესტო ნოტას და არის, მაგრამ ეს ძირითადად ხდება, როდესაც ქვეყნებში რაღაცა ხდება, ასე რომ ვთქვათ, იმ ქვეყანაში რაღაცა მოხდა, იმ ქვეყნის მთავრობამ რაღაცა ცუდი ჩაიდინა, რამე და ამ ფაქტთან დაკავშირებით და როდესაც ელჩს თავისი საქციელის გამო იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროებში, აქ უკვე თვითონ ელჩის როგორც პერსონის მიმართ ჩნდება ძალიან დიდი კითხვები, ელჩი ხელშეუხებელია, ელჩს იცავს საერთაშორისო იმუნიტეტი და რა თქმა უნდა ახლა ცემატყებას და დაკავებას ვერაფერს ვერ გაუბედავს, ომიც რომ დაიწყოს, ელჩი ვალდებულია იქნას გაცილებული უსაფრთხოდ და ესე შემდეგ. ახლა ამ ელჩის გარდა ჩემოგარგებო, მთელი ევროკავშირის ელჩები და წარმომადგენლები არიან აფორიაქებული, აღშფოთებულები, შეშფოთებულები, წუნობენ დემოკრატიას საქართველოში და არ ვიცი რა, ამ ხალხს რა უნდათ, მე ვერ გამიგია, ახლა სიმართლე გითხრათ, მაგრამ გასაგები კი არა, რაც უნდა მათი მიზანი რაც არის, მე ამაზე მინდა საუბარი, მაგრამ თეორიაში რა შეიძლება ამას ეწოდოს, მაგრამ დავნიშნოთ ეს ელჩები მთავრობაში და მაგრამ თვითონ მართონ ეს ქვეყანა თუ არ ვიცი, როგორ ჩანს ეს მეორე მხრიდან. ანდა მე ამ ქუცებს მინდა ვკითხო და ამ ხალხს მინდა ვკითხო, რომ იძახით, რომ ღირსებით მივდივართ ევროპაში და ასე ვშვებით და ისე ვშვებით. ამათთან მიდიხართ? როდესაც უნგრეთის გამოკლებით მთელი ევროკავშირის ელჩები თავზე გახურავთ ყველაფერს და ყველაფერს გიწუნებენ და თქვენ ქვეყანაში საჭმელი ვერ შეგიჭამიათ თქვენ ჭუაზე, იმასაც კი გასწავლიან როგორ უნდა ქნა და ასეთ ევროპაში მივდივართ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ გამოდის და რაშია საქმე, ისე საერთოდ დასაწყისში, ახლა სულ დასაწყისში, აი ლაივის დასაწყისში მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, მინდა მივმართო იგივე აი გამოკლეებულ დებილ ხალხს, რომლებიც თავს დებენ გერმანიის და ევროკავშირის და საფრანგეთის ელჩზე და ამაზე.
თქვენი მოსაწონი აი წერს ვიღაცა მიშა ჭირდება ქვეყანასო და გულიო და შეხლა საგიჟეც მიშა დაამშვენებდა კი შეიძლება ხო ქვეყანას რამდენად ჭირდება სხვა არის მაგრამ ქვეყანას ჭირდება მიშა გასამართლებული უნდა იყოს და როგორც აღმაშენებელი ჯიდა დამნაშავეებს გაცრავად მაგრამ ამ მიშისტებს ის მინდა გითხრათ რომ ტრაქში უნდა კონდეს სარი გათხრილი და პირში უნდა კონდეს ამოღებული და გზაჯვარედინზე უნდა იყოს დასობილი ასე ექცეოდა აღმაშენებელი მოღალატეებს ან მდუღარე კალის ჩასხმა იცოდა კიდე პირში ან ეს უნდა გაუკეთონ მიშას ან სოლომონ პირველივით გენს რა ქვია მოღალატეებს რო თვალებს თხრიდა და უშვებდა და თვალები დათხრილმა წადი ახლა იარე სადაც გინდაო რა ვიცი ამ სამიდან რომელს მოირჩევდი ჩემი აზრი ასეთია და ახლა საგიზეთ სიმართლე გითხრა მართლა აკლია მიშა საინტერესო იქნებოდა მიშა ფსიქიატრიულ კლინიკაში თავისი როლით და ეს მაგარი კოცები რო არიან და ერთი ჩასვრილი მიშასი რო ეშინიათ ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმას მიიღებდნენ მიშა რო დაინახონ გარეთ ხო ერთი კუანა გასტუκჭამია ჩაჯმული კაცის ეშინია და აშინებენ მთელ საკოცებს და ერს რომ მიშა გამოვა და მიშა მოვა და რა ეშველებათ და ის ვიღაცა ჟვენტიანი პატარა მიშისტები რო არიან და ცოცხი რო უკავია ხელში და 5 ოქტომბერზე ესო დაგჭირდებაო რა ქვია ცოცხიო და ესე აქამ მე მიიყვანა ქოცობამ ქვეყანა და ამიტომ იქნებოდა მადლი და ალალი ახლა მიშა ამათთვის კი ბატონო მაგრამ სხვა თემაზე გადამივიდა საუბარი მე ვამბობდი ერთ რაღაცას მე მინდა ესე ვკითხო ამ უკნიდან განათლებულებს თუ ასე ძალიან გერმანიელებს და ფრანგებს უნდათ საქართველოს ევროკავშირში და თუ ასე უნდათ ნატოში და დასავლეთში და ასე შემდეგ. აი ხო უნდათ ხო იძახიან რომ ნუ ეხა კოცები რაც არიან რა თუნდა ლაპარაკიან. აი თურმე დემოკრატია ყოფილა წინამთავრობა და დემოკრატიული მიშა და ნაცები და ეს ბიჭო 2008 წლის სამიტზე ნატოს სამიტზე გერმანიამ და საფრანგეთმა აი გადაიჭრეს ვენები რომ საქართველოს კორუმპირებული მმართველი ყავს სააკაშვილი იმპულსური ტიპი არისო და საქართველოს როგორც სახელმწიფო ჯერ არ შემდგარი სახელმწიფო არისო სწრაფად ცვალებადი კონსტიტუცია აქვს და მერე მოყვა მას ტერიტორიული მთლიანობა აქვს დარღვეული და არ შეიძლება მოხდესო და ანგელა მერკელმა ნიფხავი დაიგლიჯა ტანზე და ნიკოლა სარკოსიმ ვენები გადაიჭრა რომ არ მიეღოთ და თუ ასე ძალიან გინდოდა და ასე თუ მოგწონდათ ეს მიშა და ეს ნაციონალები მიიღოთ თავის დროზე იმ ნაცების დროს ხო გაბრწყინებული იყო დემოკრატია რა ვიცი მე მაშინ არც ვიზა ჰქონდათ მოხსნილი და რა ვიცი არც ნატოში მიიღეთ და პირიქით აქეთ გაამტყუნეთ მე ევროსაბჭო იქნებოდა თუ ევროკავშირი იქნებოდა თუ გაეროს ტრიბუნა იქნებოდა საქართველოს ლანძღავდით დააგინებდით და რუსეთის ტრაქში იყავით შემძრვალი გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მაშინ გეზიზღებოდათ ყველას და ვერ იტანდით და ქართველის გაგონება არ გინდოდათ და ახლა რა მოხდა ერთი ამნაირი რო თურმე საქართველოსზე რო იჭრის ვენებს ეს რა ქვია გერმანელები და ეს ფრანგები განსაკუთრებით მე არ ვიცი ვერ ხვდები შაზი არა ვარ ისტორიულად და ამათვის აი ამ ნაცებისთვის და ამათვის რო გეკითხა რომ გერმანია ყოველთვის რუსეთის ეს იყო რა ქვია მეხუთე კოლონა გერმანია ყოველთვის და საფრანგეთი აგენტურა იყო და ესე ხო იძახოდით ახლა დადგათ რომ ერთმანეთის ფასი არ აყავთ ახლა გერმანიას და ამას აკაურ ნაგავს იქაურ ნაგავს და აკაურ ნაგავს ერთმანეთი ახლა რაშია საქმე უბრალოდ მე მინდა ცოტა ფართო ასე რომ ვთქვათ ჭრილში დაგანახოთ ეს ყველაფერი არავისთვის სიახლე არ არის ახლა რა გეგმებიც აქვს დასავლეთ საქართველოში და არა მარტო საქართველოში
ჩვენ ახლა ხშირად აქ ტვინს გვიჭედავენ იმითი თუ როგორი ცუდად იქცევიან ეს ელჩები და როგორი ცუდი გავლენა არის ევროპის მაშინ რა ქვია საქართველოში. მე მინდა ცოტა სხვანაირად დაგანახოთ ეგ ყველაფერი. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ესე იგი დაგვირდით მთელი აღმოსავლეთ ევროპა განსაკუთრებით გაცოფებულია. რატოა განსაკუთრებით გაცოფებული? იმიტომ რომ უშუალო მეზობელი არის რუსეთის, იმ რუსეთის, რომელიც დაქცევად სტრატეგიული მარცხი და გაფარჩაგება და გაუბედურება უნდათ და ვერ ახერხებენ ამ ყველაფერს. ამიტომ ისტერიკა აქვს დაწყებული, ფინეთიდან დაწყებული, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ამ ქვეყნებს საერთოდ ჩაკეტილი აქვს რუსეთთან საზღვარი. საერთოდ ჩაკეტილი არის, გადაკეტილია ყველანაირად ეგ საზღვრები. აქეთ უკრაინა მოყოლებული ომის მდგომარეობაში არის ახლა აგერ 22 წლიდან და ომი მიმდინარეობს. მოლდავეთი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხი არის, რომელსაც მართალია რუსეთთან უშუალოდ სახმელეთო კავშირი არ გააჩნია, მაგრამ მოლდავეთსაც აქვს ესეთი სეპარატისტული რეგიონი, დნესტრისპირეთის რეგიონი, სადაც რუსული ჯარები არის განთავსებული და ზუსტად იგივე სიტუაცია ხდება მოლდოვაშიც, იქაც აქ უკნიდან განათლებულების სასტავი და თვითონ იქეთ ხალხი და იქიდან საქართველო. ახლა ეს გეოგრაფიულად რომ მოყვეთ, ახლა ფინეთიდან დასავლეთის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარს, დასავლეთის საზღვარი და ჩამოხვიდეთ ახლა აქეთ სამხრეთ საზღვრებზე, აი ეს სიტუაცია არის. განსაკუთრებით ყურადსაღები არის ორი ქვეყანა. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. უკრაინაში ეს უკვე დიდი ხანია მოხდა და უკრაინა თავის მისიას ასრულებს. და სრულდება პირნათლად ის რაც იყო ჩაფიქრებული უკრაინასთან მიმართებაში. ზუსტად ამ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გამო და ამის გამო, ზუსტად ამის გამო მოხდა იქ გადატრიალება. ეს სამი ქვეყანა ახლა ვინმეს თუ ავიწყდებათ, ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები იყვნენ, რომელ ქვეყნებსაც რა ვიცი, რაღაცა ეტაპები უნდა დაეკმაყოფილებიათ, რომ მიეღოთ მერე ეს კანდიდატების და ამის სტატუსები. ბელორუსიაც ემატებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ბელორუსიას ბრძენი ლიდერი ყავს და გამოიძვριნა თავი მშვენივრად, აზერბაიჯანმაც თავი გამოიძვrina მშვენივრად, არ იყო ასე ღრმად შემძრვალი ამ ყველაფერში. იყო სამი ქვეყანა განსაკუთრებით ამ ყველაფერში, იყო უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. უკრაინამ შეასრულა თავისი მოვალეობა, ასრულებს და არის დარჩენილი ორი ქვეყანა. მოლდოვა და საქართველო. ზუსტად ერთი და იგივე ერთ-ერთი ანალოგიური სიტუაცია არის მოლდოვაშიც და საქართველოშიც. იქაც არჩევნებია. აგერ ახლა 4 ოქტომბერს ჩვენთან არჩევნები და 28 სექტემბერს მოლდოვაშია არჩევნები. იქაც ყავთ, არ ვიცი, ესეთი აქ რო ყავდა ჩვენ ეს სალომია, იქ შედარებით ახალგაზრდა სალომია ყავთ, მაია სანდუ და მისი სასტავი, რომელიც როგორ გითხრათ, იცით, აი მიქარვა არის ის, რაც საქართველოში ხდებოდა. არჩევნები წააგეს მოლდოვაში, თუმცა ხელახლა გადათვალეს არჩევნები, მერე ხელახლა გაამარჯვებიეს ამ სანდუს. იქ 1000 მაქინაცია იყო, ძირითადი დიასპორა მოლდაველების რუსეთშია და რუსეთში არ გააგზავნიეს ხმები და აქ ევროპაში დიასპორაში გაიმარჯვა სანდუნ და გაიმარჯვა არჩევნებში და იქაც არეულობაა შიგნით, იქ არის გაგაუზიების ავტონომიური რესპუბლიკა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ განსაკუთრებით აგრესიულად ამ ევროპულ გზას, დაიჭირეს იქაობის ლიდერები ჩაყარეს ციხეში და რაც საინტერესო ფაქტი და მოვლენა არის, იქაც არის ესეთი სეპარატისტული ანკლავი დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული, რომელიც 90-იანი წლებიდან არის გამოყოფილი მოლდოვეთს, სადაც მოლდოვეთის იურისდიქცია პრაქტიკულად არ ვრცელდება, თუმცა ახლა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვერ შეადრი, ხალხი მიდის, მოდის, ურთიერთობა არის ჩვეულებრივად.
სხვათა შორის მოქალაქეობაც ჩვეულებრივად არის და ძალიან ნორმალური სიტუაცია იყო. მაგრამ რატო არის ახლა ეს სადაოს ტერიტორია? ეს ტერიტორია თავის დროზე იყო საიარაღო საბჭოთა კავშირის და არის ესეთი ადგილი არის კალბასნაი ასე ეძახიან, სადაც არის ესეთი როგორ გითხრათ ახლა უფლისციხის საიარაღოები, ვინმე თუ იცი და მცხეთის საიარაღოები, სადაც არის შენახული უზარმაზარი იარაღი 90-იანი წლებიდან რა შეიარაღებაც იდგა აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში. აი ეს შეიარაღება იქნა გამოტანილი და იქნა დასაწყობებული აი დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში უზარმაზარი საწყობია, ამბობენ ეს რო აფეთქდეს ბირთულ ბომბზე მეტი ასე რომ ვთქვათ ჰიროსიმაზე და ნაგასაკიზე მეტი ძალა იქნება მთელ ევროპას გადაული სიმხელა საწყობია. ამიტომ ამ საწყობს არავინ არ დაუტოვებდა მოლდოვეთს და თავისთავად ამის გამო იქაც გაჩნდა დაძაბულობა. იქ თავის დროზე იდგა მე-14 რუსული არმია. ახლა პრიდნესტროველები არიან და სამშვიდობო ჯარები დგას რუსების. ანუ რისი თქმა მინდა, იქაც არის კონფლიქტური რეგიონი. როგორც საქართველოში არის კონფლიქტური რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ანუ ისკრა, ცეცხლი და აფეთქება ჩვეულებრივად მარტივად განსახორციელებელი არის იქ. მით უმეტეს, როდესაც ამ დნესტრისპირეთის რესპუბლიკას ესაზღვრება მხოლოდ მოლდავეთი და ესაზღვრება მხოლოდ უკრაინა. სხვანაირად რუსეთს საზღვარი არ აქვს, პირდაპირ სახმელეთო საზღვარი. ერთადერთი შანსი არის რუსების, თუ ისინი მოახერხებენ გაჭრან კორიდორი და დაიპყრონ ოდესა, ამ შემთხვევაში მოახდენენ დნესტრისპირეთთან ტერიტორიული კავშირის დამყარებას. მოკლედ, დასავლეთისთვის განსაკუთრებით არის საინტერესო მოლდოვა და საქართველო, აი ამ კონფლიქტებიდან გამომდინარე, მათი გავლენებიდან გამომდინარე. თუ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ გავლენას და თუ მათ ჭკუაზე წაიყვანენ ყველაფერს როგორც უნდათ, როგორც უკრაინაში არის გაჩაღებული ომი, ისე იქნება გაჩაღებული დნესტრისპირეთში და ისე იქნება გაჩაღებული საქართველოში ომი. ამ მიზნით, ასე რომ ვთქვათ, ეს ორი ქვეყანა სხვადასხვა კურატორობის ქვეშ არის. აი რატომ რატომ იგიჟებს თავს მაგალითად საქართველოში გერმანიის ელჩი? იმიტომ რომ საქართველოს მიმართულება გერმანიამ აიღო თავის თავზე. აქ ისტორიული გამოცდილება გერმანიას საქართველოში ღრმა ურთიერთობების, მჭიდრო ურთიერთობების, აგენტურული ქსელის, ჯერ კიდევ მოყოლებული 1918-21 წლიდან მისი გავლენა საქართველოში არის და საქართველო ჩაიბარეს გერმანელებმა ამ მიზნით. მოლდავეთი ჩაიბარეს ფრანგებმა, რომ მათი სპეცსამსახურები უფრო პროდუქტიულები იქნებიან აი ამ ქვეყნებში. ამიტომ საქართველოში არის გააქტიურებული გერმანიის საელჩო, გერმანიის ელჩი წინა ხაზზე წამოსულია და იღებს თავის თავზე იმ მისიას, რა მისიაც აქვს ზემოდან ბრიუსელიდან მიღებული. მე არ ვიცი ახლა აქ რაზე უნდა ელაპარაკოს საერთოდ, რომელ დიპლომატიურ ხერხზე და რომელ დიპლომატიურ, ასე რომ ვთქვათ, კანონებზე არის საუბარი, როდესაც ელჩი არა მარტო პირდაპირ ერევა ქვეყნის მართვის საქმეებში, არამედ პირდაპირ მხარს უჭერს ქვეყანაში არსებულ აგრესიულ ოპოზიციურ ძალას, მაგრამ ეს არავის არ აკვირვებს, ეს საერთოდ არ აინტერესებთ ეგ ყველაფერი, ისევე როგორც არ აინტერესებდათ ეს თავის დროზე უკრაინაში. და მინდა გითხრათ, რომ უკრაინაში გაიხსენეთ ზუსტად რის გამო იყო მაშინ ეს მაიდანი და ეს არეულობა. ზუსტად იმის გამო იყო, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ითხოვდნენ მოეწერათ ხელი.
რაც არ გააკეთა იანუკოვიჩმა, ეს იყო მიზეზი და ამ მიზეზით მოხდა მაიდანი, გადატრიალება, უბედურება და დაიწყეს კიევში კისრისტეხით სირბილი ყველა უკნიდან განათლებულმა, როგორც საქართველოსდან, ისე ევროპიდან, ისე შეერთებული შტატებიდან, ჩამოდიოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ნულანდი თავისი ხელით ურიგებდა პონჩიკებს დემონსტრანტებს, რა ამერიკა თქვენს გვერდით არის. კისრისტეხით გარბოდნენ სხვათა შორის ნაცებიც, ეს უკნიდან განათლებული ხალხი, მონაწილეობდნენ აქტიურად. ქართველები პირდაპირ იყვნენ ჩართული მაიდანზე, ეგრეთ წოდებული სნაიპერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ გადატრიალებაში და არავის არ აინტერესებდა ის ხელშეკრულებები, რა ხელშეკრულებები წინა დღეს ჰქონდათ დადებული იანუკოვიჩთან დაკავშირებით, იგივე გარეში არჩევნები, ესენი, მთავარია მოხდა ეს გადატრიალება. ხო, მოხდა გადატრიალება უკრაინაში, რომელმაც თავისი შედეგები ძალიან მალე არ დააყოვნა. დაიწყო ყველაფერი, იმიტომ იმას უზარმაზარი გავრცელება ჰქონდა შემდეგ. შეიქმნა ტერიტორიული პრობლემები, რუსეთი გამოვიდა ყველაფერში დამნაშავე და მის მერე მოყოლებული აგერ 2014 წლიდან 11 წელიწადია უკრაინაში 2022 წელი, უბრალოდ ცხელი ფაზა არის ამ ყველაფრის, თუ არა. ომი უკრაინაში მიდიოდა 11 წელი, მიდის 11 წელიწადია. 11 წელიწადია, რომელმაც თავისი შედეგები დაატყო, როგორც ერებს ათასობით და 10,000-ობით კი არა, მილიონობით ადამიანს არის ეს დიდი ორგანიზმი არის. ამ დიდ ორგანიზმში ესენი ამბობდნენ და არც მალავდნენ, რომ ევროპის ავღანეთი იქნებოდა უკრაინა რუსებისთვის და აკეთებდნენ ამ ყველაფერს რა, ჩაერთნენ ამ ყველაფერში. ახლა მათ ჭირდებათ ამ საქმის გამგრძელებლები. იდეალური ფორმულა არის გამოყვანილი საქართველოს და მოლდოვეთის სახით, იმიტომ რომ ორივე ქვეყანაში განთავსებული არის, იქ თუ არის სხვათა შორის მოლდოვეთში ცხინვალი სიტუაცია არის, ცხინვალი როგორც 2008 წლამდე იყო, იმიტომ რომ იქ სამშვიდობო ჯარები, რომელიც სამშვიდობო ჯარებით დგას, ისიც მოლდოვეთის თანხმობით არის განლაგებული. აქ საქართველოში უკვე მოხდა ეგ ყველაფერი, უბრალოდ სხვა დროსა და სხვა სივრცეში და ეს ჭრილობა არის გასახსნელი. ორივე ქვეყანას ერთდროულად თითქმის უძღვის წინ არჩევნები და ამ არჩევნებში ყველა სპეცსამსახური არის ჩართული, რომ რამენაირად სათავისოდ იქნას გამოყენებული. ახლა მოლდოველებს ჩვენგან განსხვავებით უკეთესი სიტუაცია აქვთ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ეროვნების და ერთი და იგივე სარწმუნოების ხალხი გვერდით აყავთ, რუმინელები, თუმცა ერთმანეთში არ აქვთ. ეხლა მეგობარი მყავს მოლდოველი, დღესაც ველაპარაკე, მაინტერესებდა იქ ადგილზე რა ხდებოდა და ვიცი რომ ერთმანეთს შორის მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხალხია და ერთი ენა ძალიან წყრალი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ რუმინული გავლენა ძლიერი არის მოლდოვეთში. რუმინული პასპორტები აქვს დაახლოებით 40%-ს თუ მეც არა მოლდოველებს და არის იმის სურვილი, რომ მოლდოვეთი საერთოდ იქნას მიერთებული რუმინეთზე. მაგრამ თვითონ ხალხი ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის და სულ სხვანაირად აზროვნებენ, სულ სხვანაირად ფიქრობენ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლი-ხორცი გვერდით აყავთ, უნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყვნენ და იარსებდნენ. აი ჩვენ შემთხვევაში კიდე საქმე უფრო რთულადაა. ჩვენ ჯერ ერთი საერთოდ მოძმე და სისხლი და ხორცი სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს დამოუკიდებელი, არც რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე არც არავის აძლევენ იმის, რა ქვია, საშუალებას, რომ კონდეს რომელიმე ქვეყნის პასპორტები ასე იოლად. სხვათა შორის მინდა გაგახსენოთ, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაციის პერიოდი პირველი მოლდოვეთს მიანიჭეს და ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ 40 თუ 60% უკვე ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ და მათ ჭირდებოდათ
თავიანთი მოქალაქეების, ასე რომ ვთქვათ, ინტეგრაცია საქართველოსთან განსხვავებით, სადაც არ იყო ეგეთი სიტუაცია. ჩვენ როგორც ყოველთვის ვართ მარტო ცალკე განწერული. გაიხარით. რუმინელები, ვინც არიან და რაც არიან, ვისაც ქონია აქეთ შეხება, ძალიან კარგად იცის თუ სადმე რაიმე კრიმინალური ამბავი არის, თაღლითური ამბავი არის, სუპინიორობა, ბარიგობა, მსგავსი რაღაცეები, ყველაფერში შანსი არ არის, რომ რუმინელი არ იყოს გარეული რა. მოლდაველებიდან განსხვავებით, აი სერიოზულად განსხვავდებიან ერთმანეთს. მოკლედ არის აი ეს გეგმა დევს და მაქსიმალურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი შეუქმნის უზარმაზარ პრობლემებს რუსეთს და ესეთ სიტუაციაში თუ კი უკრაინას მიემატება მოლდავეთი, მიემატება საქართველო, მოიხსნება ბალტიისპირეთის ქვეყნების პრობლემა და იძულებული იქნება რუსეთი გადაერთოს ამ ორ მიმართულებაზე და შეინარჩუნებს თუ არა ამ ყველაფერს, ეს კიდე ცალკე საკითხავია. დიდი ალბათობით ახლა შეიძლება მოლდავეთი გამოძვრეს, მაგრამ ჩვენ ვერ გამოუძვრებთ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოლდავეთის გეოგრაფია აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის, სხვა მდებარეობაა, სხვა სახმელეთო მეზობლები ყავს და ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ უკვე მოლდავეთში არის ამის საუბრები. აი დღეს მელაპარაკა მეგობარი და მითხრა, რომ აი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოდესის ოლქში თამოყრას ახდენენ ფრანგები, ბრიტანელები და კიდე სხვა ინსტრუქტორები, რომლებმაც ეს ხალხი უშუალოდ სამხედროები ფორმით არ შემოდიან. არიან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, მაგრამ კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, როგორც ხდება, რომლებიც ახდენენ წვრთნებს და ვარჯიშებს იმ სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც სპეცოპერაციაც უნდა ჩაატაროს უკრაინულმა ჯარმა დნესტრისპირეთის მიმართულებაზე. თვლიან, რომ მორყეული კბილივით არის დნესტრისპირეთი, იმიტომ რომ ოფიციალური რუსი სამხედრო 2000 კაცამდე არის იქ დარჩენილი, მაგრამ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა, დნესტრისპირელი კაზაკები და თვითონ იქ მაცხოვრებელი ხალხი, როგორც ასეთი აპალჩენცებად მოკიდებენ ხელს, მოხალისეებად და იქნება სახალხო რაზმები შექმნილი, ამიტომ უკრაინულ ჯარს იმხელა გამოცდილება აქვს მიღებული ახლა რუსეთთან ომში, რომ არ უნდა გაუჭირდეს ამ ოპერაციის ჩატარება, საქმე იმაშია უბრალოდ რამდენად რუსეთი როგორ იმოქმედებს ასეთ შემთხვევაში და თვლიან, რომ არ დაჭირდება ამას დიდი ძალები. საქმე იმაშია, რომ თვითონ მოლდავეთი როგორც მილიტარიზმის კუთხით, ანუ შეიარაღების კუთხით ძალიან სუსტი იყო წლების მანძილზე საერთოდ, ანუ ფორმალურად ყავდათ შეიარაღებული ძალები, კონსტიტუციურად ჰქონდათ გარანტირებული ნეიტრალური სახელმწიფო სტატუსი. ამიტომ ეს სანდუს და ამათი მოსვლის შემდეგ დაიწყო იქაც ეს იდიოტიზმი, რა ქვია, ნატო და ევროკავშირი და მოლდავური ძალების გაწვრთნა, ამიტომ თვლიან, რომ მოლდაველები და უკრაინელები ერთად ჩაატარებენ ამ ოპერაციას და მოლდაველებს პირდებიან, რომ თქვენ აღადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელებს დარჩებათ ეს უზარმაზარი სახელმწიფო იარაღი, რომელი იარაღიც იქ არის, ასევე გამარჯვების სახელს მოიპოვებენ და რუსეთიდან შორსაა ეს ტერიტორია. აი საქართველოს ამბავი სხვანაირადაა, იმიტომ რომ საქართველო უშუალოდ მეზობელი არის რუსეთის, ყველაზე დიდი მეზობელი, ასევე
საქართველოს ტერიტორიები უშუალოდ რუსულ ჯარს აქვს ოკუპირებული, დედაქალაქიდან დგანან აგერ 30 კილომეტრში, 25 კილომეტრში. Იმიტომ საქართველოს არ ეშველება, მაგრამ აი მოლდავეთს და დნესტრისპირეთს ასაც გაუკეთებენ, მოლდავეთი გაძვრეს შეიძლება ამ ყველაფრიდან თეორიაში, ყოველ შემთხვევაში ბალტიისპირეთს ეშველება, ფინელებს ეშველებათ. და ეს ყველაფერი რომ მოხდეს და განხორციელდეს, ამისთვის საჭირო არის მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ქუჩის აქციები, გადატრიალების ან მცდელობა, აქ მცდელობა, იქ ძალაუფლების შენარჩუნება და აი ხო ხედავთ ელემენტარული დააკვირდით ტრამპის რიტორიკაც როგორ არის შეცვლილი. აი ხა გამოვიდა და აცხადებს იმას, რომ აი აგერო ისო რა ქვიაო უკრაინელებსო შეუძლიათო მათი დაკარგული ტერიტორიებისო დაბრუნება. ეხლა ტრამპი ისეთი პერსონალი დღეს ერთ სიტყვის, ხვალ მეორე სიტყვის და სულ ფეხებზე კიდია ყველაფერი. მესამე დღე საერთოდ არ ემახსოვრება ეგერ აზერბაიჯანს, კამბოჯას დაუძახებს და იმას რა ქვია სომხეთს, მოზამბიკს და არც აინტერესებს, მაგის ინტერესებში არა. და არ ვიცი, ჩვენი დიპლომატიის წყალობით ახლა ჩანგალზე წოუყვანიათ ჩვენი ყაველოღლი თურმე იმაში რა ქვია გაეროში და ტრამპის სახელობის ვახშამზეო იყო მიწვეულიო და ალბათ ყურში ჩაჩურჩულა რომ იქიდან რო პიროდი ღია წერილი გამოგიგზავნე ვერ მოგაწვდინეო ან ვიღაცას გადაცა იქ და ტრამპი რაღაცას იზამს. მოკლედ არაფერი ახალი არ ხდება, ისტორია მეორდება ჩვეულებრივად. აი ძალიან ჩვეულებრივად მეორდება ისტორია, რაც იყო 90-იან წლებში, რაც ზუსტად მაშინაც საქართველოშიც იგივე სიტუაცია იყო, ოღონდ სხვა კუთხით, ეხლა როგორ მაშინ ევროკავშირზე და ამ კავშირზე არ იყო ლაპარაკი, მაშინ იყო SNG-ზე საუბარი, რომ საქართველოს ეპატიჟებოდნენ SNG-ში, რადგან ზუსტად გამსახურდია იყო წინააღმდეგი, თანახმად რომ ყოფილიყო, მაინც დაამხობდნენ, წინააღმდეგი ყოფილიყო, მაინც დაამხობდნენ. აი ეგეთი სიტუაცია იყო. მაშინაც იყო გაერთიანებული მთელი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ყველა ერთის წინააღმდეგ. მაშინაც ეს მთელი დასავლეთის ელჩები იყვნენ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა ხოცებს ეროვნულ ხელისუფლებას ნამდვილად არ შევადარებ, უბრალოდ მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, კოცი იქნება თუ ზუსტად გამსახურდია იქნება, მათთვის თავარი არის მისი ინტერესები ვინ გაატარებს და ახლა კოცების სულ ამათ ინტერესებს ატარებდნენ და სულ ამათ უკანალში იყვნენ შემძრვალები, სანამ თავის დაღუპვა არ მოთხოვეს ახლა ბოლომდე და ამიტომ მოვიყვანთ უფრო სხვა ხალხს, უფრო გამოცდილებს, რომლებიც უფრო მეტი მონები არიან ჩვენი პორნოვარსკვლავებით ყველაფერზე არიან თანახმები, უკვე სიტყვის შემოbrunებასაც ვერ გაბედავენ და აქედან გამომდინარე კარგი იქნება არ მოგე ეს დებილი ქალი ისა რა ქვია ამხნის ქალი ეს ციცო ამხნის ქალი ბიჭო 60 წელს მიტანებული ასე რამ გამოგადებილა პირველად ხო არ წერა ამ კომენტარებს არ მომეწონა უკრაინის მხარეზე რომ დადგა ტრამპი და წადი ქალბატონო ტრაკი წმინდა შენი საქმე არის საბერძნეთში იყო და ტრაკი წმინდო იმას რა ქვია პენსიონერ ბერძენს მეტი შენი საქმე არაა პოლიტიკა შენ არ იცი მაგ არ გესმის რასაც აკეთებ გააგზელი შენი საქმე ხო და 1000 ბოდიალი გიწერია და ამომივიდა ყელში და იმიტომ ხცემ პასუხს ახლა მე იტყვი რომ ქალის არაფერი არ გაწყია შენ სულ ფეხებზე მკიდია უკრაინა სულ ფეხებზე მკიდია ამერიკა სულ ფეხებზე მკიდია რუსეთის და სულ ფეხებზე მკიდია ევროპა ჩემი ქვეყანა მიმყოფოს კარგად ეს შენერი დებილები არიან რომ მზად არიან უკრაინის და იმის რა ქვია ამერიკის გულისთვის და ზელენსკის გულისთვის საკუთარი გაწირონ და გაანადგურონ შენერი დებილები და შენერი გამოკლევებულები არიან იმისთვის მზად და ზუსტად შენერი ქინძები უნდა ძევით სათავეში რომ თვალის დახამყავებაში თლად გაანადგურებენ ქვეყანას და დავაი ფასს ეტყვიან და აბა რუსეთიდან უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა ტრამპი კი არა უკრაინის მხარეზე თუ გინდა იგი ჯოჯოხეთიდან ეშმაკი ამოიყვანე და დააყენე მაინც მაგის
უკრაინას ისე არის შველება აწი როგორც მეოთხე სტადიაში მყოფ სარკომის დაავადებულ ადამიანს. დღეები არის დარჩენილი შეიძლება მაგათთვის. არავინ იცის ხვალზე რა იქნება და ზოგადად ეს დიდი გეოპოლიტიკური პანჯარა არის, რომელშიც ჩვენ ეს ადგილი გვიკავია. ამიტომ პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართულებაზე აღებული აქვს გერმანიას, მერცის მთავრობის თამადობით, რომელიც საერთოდ გერმანიას საერთოდ ამზადებს მესამე მსოფლიო ომისთვის. და მოლდავეთი ფრანგების უშუალო კონტროლის ქვეშაა. ამათ, მაგრამ შეეხება ტრამპს კიდე ტრამპი ის პერსონა არის, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ევროპაც, რუსეთიც, ყველაფერი პრინციპში ამაში მართალი არის. მისი ქვეყნის ფინანსური მოგება აინტერესებს. ტრამპი ფიქრობს, რომ ასეც და ისეც ამერიკა მაინც მოგებული იქნება, თვითონ არაფერში არ ჩაერევა, დაინგრევა ევროპა და ამერიკელების კრედიტით იქნება აღსადგენი და ამერიკის გასაღების ბაზარი იქნება, დაერხევა ევროს და დოლარისთვის უკეთესი იქნება, მით უმეტეს უკვე გახდა აგერ ცნობილი, რომ მილიარდები გადის გერმანიიდან და ლიხტენშტეინის ოფშორში ხდება გადაკონვერტირება დოლარზე. კი ბატონო, მეო დაგეხმარებითო, მაგრამ ჯერო რუსეთთან ბოლომდე ჩახსენითო ყველანაირი კავშირიო და მთელი გაზი, ნავთობი, ურანი, ყველაფერი ეს ჩემგან იყიდეთო და აგერა ვარ მეო. ტრამპი წაუგებელს თამაშობს. ასე რომ მე მისი მესმის. რა ენაღვლება, მისი რა იკარგება? არაფერი ტრამპს დაკარგული არ აქვს. ამერიკას არაფერი დაკარგული არ აქვს. ეს ყველაფერი სესხათაა გაცემული, რომელშიც ადრე თუ გვიან მოუწევს უკრაინას ან ფულით გადახდა, ან ტერიტორიებით გადახდა. რაც დარჩება ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს. ხოლმე. თუ არა და ევროპელების ფულით მის ეკონომიკას და მის სამხედრო წარმოებას ზრდის და ამერიკელები წაუგებელს თამაშობენ ყოველთვის. რაც შეეხება ძედუშკას სი ძინპინისთვის ეს შავად თეთრზე არის ყველაფერი ნათელი და ნათქვამი აქვს, რომ ჩვენო ვერ დაუშვებთო იმას, რომ რუსეთი დამარცხდესო ამ ომშიო, მაგრამ ყველამ წაუყრუა ამ საკითხს, რადგან 100 ახლა საჭირო. ყველამ წაუყრუა, იმიტომ რომ ახლა ჩინეთი ევროპის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ინვესტიციები და უზარმაზ ტრილიონების ბრუნვა აქვს და ახლა ჩინეთს რო სანქციები დაუწესოს ევროკავშირმა, ხო გაძვრა თვითონ სული. ამიტომ არიან ჩუმად და ძედუშკა სი ძინპინი იქ არის, სადაც უნდა ყოფილიყო. ძედუშკა სი ძინპინს მშვენივრად აქვს დალაგებული თავისი საქმეები. ამათ ჭიდილში იაფად ყიდულობს რუსეთიდან გაზსაც, ნავთობსაც, ხე-ტყესაც, ყველაფერსაც, მის ეკონომიკას აძლიერებს და ცალკე აფრიკის ათვისებას აკეთებს, ცალკე აზიის ათვისებას აკეთებს, ცალკე შუა აზიის ათვისებას აკეთებს, ასე რომ რა შეაინტერესებს ახლა სი ძინპინს ჩინეთს, თვითონ რომელსაც გაცხადებული მშვიდობიანი პოლიტიკა აქვს, რათაც მეტი შეჭამენ ერთმანეთს დასავლეთი და რუსეთი, მით უკეთესი არის ძედუშკა სი ძინპინისთვის. და ეგ ასე რომ ბევრს გააზრებულიც არა აქვს ის, რომ საქართველოში რაც ხდება, რამხელა პოლიტიკის ნაწილი არის და რამხელა თამაშის ნაწილი არის. ძალიან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა, სხვათა შორის, ის რაც საქართველოს ერთ-ერთი უპირატესი იყო მისი ადგილმდებარეობა და ტრანზიტები მის ტერიტორიაზე, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომ იგეგმება ზანგეზურის კორიდორს რო იძახდნენ, ასევე იგეგმება ყარსი ლენინაკანი, გიუმრი ყარსის სარკინიზო ხაზის აღდგენა, საიდანაც სომხეთი პირდაპირ დაუკავშირდება
თურქეთს, იქეთ აზერბაიჯანს და ასე რომ ვთქვათ, ის სატრანზიტო კვანძი, რომელიც საქართველოზე გადიოდა, თუ კი იქნება დაკარგული, კომპენსირებული იქნება ომის დარეულობის შემთხვევაში, კომპენსირებული იქნება სომხეთის ტერიტორიის გავლით, ასე რომ კაც ამიტომ იყო და ამიტომ არის, რომ სომხებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას თავაზობდა და პირდებოდა ევროკავშირი და მითო გახდა ერევანი უცებ ევროპა და იმიტომ გახდა ესეთი ძვირფასი მთელი სომხეთი ამათთვის და ის რაც ეპატიება სომხეთს არ ეპატიება საქართველოს. ხვალ კი არა შემოამირან მაგით დღესვე მასი არის 160 ლარი აღიქრის მე მგონი იმის გვარი შეცვლა გაყიდვა იმაზე რა ქვია უცხოელზე და მიმდინარეობს ეგ პროცესები სხვა შორის კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო პოსტი მქონდა დადებული არ ვიცი ხა რამდენად გამოხმაურება იყო ქართველთა დიდი გაერთიანება 27 სექტემბერს ჯვართ ამაღლების დღეს რუსთაველის ძეგლთან თბილისში რუსთაველის მეტროსთან იქვე გამართავს აქციას და ყველას ვისაც არ გინდათ ნაცი, ქოცი, პარტიები და ეს გათახსირებული და გარკვეული პოლიტიკანები და ხართ უბრალო ქართველობა რომლებსაც საკუთარი სამშობლო გიყვართ და გინდათ ქვეყნისთვის რაღაცა გააკეთოთ იკრიბებიან ეს ადამიანები და მიბრძანდით ევგენი რაც შეეხება სვალის კორიდორი მოდი ჩვენ რო ვთქვათ ომის შემთხვევაში ძალიან მარტივად გაიჭრება. იმიტომ რომ ვერც ლიტვა, ვერც პოლონეთი ამ მიმართულებაზე ვერ შეძლებს იმ ძალების წინააღმდეგ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც კონცენტრირებული არის კალინინგრადის ოლქში და დისლოცირებული არის ბელორუსიაში. და აი ზუსტად მაგაში არის საქმე ეს დასავლეთი 2025, რომელიც იქნა ჩატარებული, ახლა პუტინი სადაც იყო ჩასული და ეს უზარმაზარი მასშტაბური წვრთნები, რომელიც წვრთნებიც იქნა განხორციელებული, პარალელურად იქნა შემოწმებული ბალტიისპირეთის ქვეყნების და თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დისლოცირებული ნატოს ჯარების საბრძოლო მდგომარეობა ეს პოლონეთის მიმართულებაზე, ნებავთ ეს დრონების ამბავი ყოფილიყო, ნებავთ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, სადაც ამბობენ, რომ 12 წუთი დაახლოებით რუსული გამონადგურებლები ესტონეთის ნატოს საჰაერო სივრცეში მოძრაობდნენ და არ ვიცი მე ვერ ხვდები რა ფუნქცია აქვს მაშინ ბალტიისპირეთის ნატოს დაჯგუფებას, რომელსაც აღებული აქვს ამ ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვა, რატომ ვერ იმოქმედეს, რატო ხელი არ გაამძრიეს, რატო თვითმფრინავი ვერ ააფრინეს, მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, გამომდინარე იქედან, რომ კალინინგრადის ოლქში, ბარენცის ზღვაში, ბელორუსიაში მიმდინარეობდა წვრთნები დასავლეთი 2025 და იყო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რუსული არმია მოსული კონფრონტაციას მოერიდნენ უბრალოდ და გზაგადამჭრელები არ გაუშვეს აქედან გამომდინარე ეს იმას ნიშნავს, რომ ესეთ დაძრულო რუსულ საბრძოლო კოლონას წინ ვერ დაუდგებიან ესენი არ უნდა ეხლა მაგის გულისთვის ესპანეთმა იომოს, პორტუგალიამ იომოს და სხვა გინდა საბერძნეთმა იომოს ბალტიისპირელების გულისთვის. ძალიან მყიფე მიმართულებაა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ სხვათა შორის კარგად იციან ეს თვითონ ბალტიელებმა და აქვთ მაგათ ესეთი ახალი სამხედრო კონცეფცია. ჯერ კიდე პელსუცკის ესა რა ქვია გეგმა იყო, რომ დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ყოფილი რეჩ პოსპოლიტის ტერიტორიას წარმოადგენენ, შეეკრათ სამხედრო კავშირი, ამაში გულისხმებოდა ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, აი ეს
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ასე რომ ვთქვათ, იმას წარმოადგენენ, რა ქვია, საზღვარს წარმოადგენენ ჯერ ყოფილ საბჭოთა კავშირთან და ახლა რუსეთთან უახლოესი, ასე რომ ვთქვათ, ბარიერები არის და უკრაინის დაძლევის შემდეგ პირდაპირ საფრთხე მაგათ ემუქრებათ. შმაგი რაში არის საქმე, იცი? რუსებს რომ დომოდათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია, შეერთება უშუალოდ ისე როგორც ყირიმიზაცია გააკეთეს, ისინი ამას ძალიან დიდი ხნის წინათ გააკეთებდნენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყო და ისევე როგორც ყირიმის შემთხვევაში ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრა. ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყოდა. ამ ეტაპზე არ არის მაგის საფრთხე, მაგრამ აი თუ კი იქნება ერთი კონფლიქტი, სამხედრო კონფლიქტი კიდე თუ იქნება, ძნელად სავარაუდოა ამის მერე დანარჩენი საქართველო როგორი დარჩება, მაგრამ აი ეს ოკუპირებული ტერიტორიები ანექსირებულები გახდება აუცილებლად, იმიტომ რომ მით უმეტეს სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე არაერთხელა აქვთ მიმართული ოსებს, რომ შეგვიერთეთ, უშუალოდ გაგვაერთიანეთ ჩრდილო ოსეთთან. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ახლა მაგის გაკეთება მაგათ რომ უნდოდეთ გააკეთებდნენ და კიდე ერთხელ ვერავინ ხელს ვერ შეუშლიდა, მაგრამ მაგის გამკეთებელი რუსეთი ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ სამუდამოდ დაამთავრებს საქართველოსთან და ქართველებთან ყველანაირ ურთიერთობას, ამიტომ ანექსიას ჯერჯერობით არ ახდენს. ამ ტერიტორიების საშუალებით რუსეთი ცდილობს საქართველოზე კონდეს მაქსიმალური გავლენა და კონტროლი, იმიტომ რომ თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ტერიტორიები რომ იყოს მაგალითად საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც კი სისტეხით გარბის დასავლეთში, ნატოში და კვატოში და შემდეგ იქნას მიღებული, რამხელა ტრაგედია იქნებოდა რუსეთის თავდაცვისთვის, ამიტომ ის სტრატეგიული უპირატესობა, რაც მიღებული აქვს რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ, სამხედრო ძალების განლაგება, კავკასიონის ქედს გადმოღმა, ეს ურთულესი პროცესი არის, შეიარაღებული ძალები აი ასეთი რთულ რელიეფს იქეთ იყოლიო. ომის შემთხვევაში გადახვიდე, ამას სჭირდება დესანტურა, რა ვიცი, 1000 უბედურება აქეთ-იქეთ და რადგანაც მოიპოვეს ეს უპირატესობა თავის დროზე, ისინი ამას უბრძოლველად არ დათმობენ. აი, ნახოთ, არ არის მაგის, ყოველ შემთხვევაში მაგის მოლოდინი მეტირადად არა. ერმილე, შენი კითხვა მაქვს, რას ფიქრობ, საქართველოს რამდენი ხანი გაუძლებს რუსეთთან ჰიპოთეტურ ომში? თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანა მარცხდება მაშინ, როდესაც დედაქალაქი დაეცემა, უნდა ვივარაუდოთ ის მანძილი, რა მანძილიც არის ოკუპირებული ტერიტორიიდან დედაქალაქამდე დარჩენილი. რამდენად სწრაფად განხორციელდება მარში, რამდენი დღის საქმე იქნება ცხინვალიდან თბილისზე, აი შეგვიძლია ჩავთვალოთ აი იმდენი დღე. საჭიროების შემთხვევაში ალბათ მაქსიმუმ 3 დღის მანძილზე უკვე თბილისში იქნებიან. აი ეს ძალიან მაქსიმუმად რომ გავჭიმოთ მობილიზირებული უკვე მარშისთვის დაწყობილი რუსული სამხედრო ტექნიკა, ახლა არ არის ის, რაც 2008 წლის პერიოდი იყო, ძირითადი ძალების შემოყვანა უკვე არ გახდება საჭირო როკის გვირაბიდან და ესე შემდეგ ძალიან მარტივად დაძრავენ ახალგორიდან, ცხინვალიდან ტექნიკას და რაც დაჭირდება თბილისის სასაღებად. ახლა მთელ ქვეყანაზე კონტროლის დასამყარებლად ეს ცოტა რთული საკითხი და საქმე არის და ეგრე მარტივად არ გამოვა ეგ ყველაფერი, მაგრამ აი თბილისის სასაღებად რა ვიცი 3 დღეზე მეტი არ დაჭირდება და თქვენ თუ გონიათ ვინმე იომებს ძალიან შეცდარხართ. მე არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია დღეს ის ძალა საქართველოში, რომელიც ძალაც იომებს, იმიტომ რომ ძველი სამხედროები, რომლებიც გამოცდილები არიან ბრძოლაში, ომში, ძალიან კარგად ნახეს მათი თუნდაც 90-იანი წლების სისხლის ღრამ რა შედეგი მოიტანა
როგორი გამყიდველი ხელისუფლებები ყავდა და როგორ უბრალოდ გაყიდეს, ამიტომ მათში ბრძოლის წყურვილი ნაკლებად არის, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ რა ნაბოზარი და ჩათლახიც არის მტერი. მოსკოვში, ცხინვალში და სოხუმში იმაზე მეტი ჩათლახი არის თბილისში წამოპლაკული ეგერ და არავის არ აინტერესებს ეს ხალხი. იმიტომ ახალგაზრდა თაობას კიდე რომელიც იქ გამოდიან და წივიან და კივიან და რუსეთი ოკუპანტია და ისინი მაქსიმუმ შარვლის ჩახდით შემოიფარგლებიან და ამით იქნება ყველაფერი დამთავრებული. 2008 წელს რუსეთის არმიამ მოიპოვა ის სამხედრო უპირატესობა, რომელიც სამხედრო უპირატესობაც სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს. ასე რომ ჩემი პასუხი ეგაა რა. როდესაც დედაქალაქი დაეცემა, მე უკვე არ ვიცი. მაგას ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ რთულად საკონტროლირებადი ქვეყანა არის საქართველო. Ну, ჩემო ძმაო, ადამიანს ომის და ბრძოლის სურვილი ჰქონდეს და საქართველო არის იდეალური ქვეყანა ომების წარმოებისთვის. იდეალური ქვეყანა თავისი რელიეფიდან გამომდინარე, მაგრამ არ აქვს ხალხს სურვილი. ვისთვის ახლა ნაცების გულისთვის უნდა დაიხოცოს ხალხი თუ ქოცების გულისთვის უნდა დაიხოცოს ხალხი? ელემენტარულია, ხო? არა აქვს ამ ხალხს დასაკარგი არაფერი. სახლი აქვს, კარი აქვს, ბანკში აქვს ჩადებული აქვს. თვითონ სამუშაო არ აქვს, არსებო არ აქვს, არაფერი არ აქვს. ვინც გმირები არიან და ვინც იბრძოლეს და ვინც მართლა თავი დადეს, ის და მისი ოჯახები არავის დაუფასებია. ვინც ტრავმები მიიღო და დაინვალიდა და შეურაცხყოფილი იყო, ყველა მეომარი დამცირებულია და ყველა ჩათლახი და პიდარასტი აყვავებულია. ვისთვის ერთი არაბების შეიხების მიწებისთვის უნდა იომონ თუ იმის რა ქვია ხაზარაძის ბანკისთვის თუ იმის რა ქვია ივანიშვილის ზოოპარკისთვის თუ იმის ნაცმოძრაობის ვივამედისთვის თუ რისთვის უნდა იომოს ხალხმა ეს. ამიტომ არაფერი აღარ დარჩა. იმაზე მეტ უბედურებას დამპყრობელი არაფერს არ მოიტანს, რაც ამათმა უკვე გაუკეთეს ქვეყანას. ცხოვრობენ ხალხი ეგერ გალშიც და ახალგორშიც, მაგრამ არ შეუჭამია დამპყრობელს და არ შეჭამს. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ყველანაირი ბრძოლის სურვილი დაუკარგეს ქართველებს. აი ელემენტარულ კითხვას დაგისვამთ, ხო? ხალხს, რომელსაც დიდგორობის აღნიშვნის გამო იჭერთ და ხალხს, რომელსაც იმის გამო რომ დავით გარეჯი საქართველოა, ამის გამო იჭერთ, თქვენზე მეტი დამპყრობელი და თქვენზე მეტი მტერი ვინ უნდა ყავდეს? რატო უნდა დაიცვას ამ ხალხმა თქვენი რეჟიმი? შეასაკ. აი კი არა ზოგიერთი შეიძლება ელოდებოდეს იმას, რომ იქნება მასე მოხდეს, რომ მთელი აჭარა და მთელი ისო ლამისაა და უკვე გადაბარებული აქვს თურქებზე. ასია ეს. და როგორც მაშინ აი წითელი არმია რო შემოვიდა და რო გასაბჭოვდა საქართველოს და ამას არავინ არ ამბობს. და რატო არ ამბობს? შორის ეს კიდე ცალკე საკითხია. გასაბჭოება მოუსწრო მაშინ საქართველოს სულზე. თუ რამე ეროვნული ქონება იყო, თუ რამე ეროვნული ეკონომიკა იყო, ყველაფერი იყო გაყიდული და გადაყიდული. მაშინაც მარგანეციც ამერიკელებზე იყო გაყიდული, ეს ნავთობები და ეს ინგლისელებზე იყო, თუ რამე ქონება იყო ქართულშოვებზე და სომხებზე და აზერბაიჯანში, ყველაზე იყო ყველაფერი გაყიდული ქართველი კაცის გარდა. მთელი ეს მიწები ტერიტორიები დალაგებული ჰქონდათ, ეს დარიგებული იყო ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში
იმ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი გენერალიტეტი ყავდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო რამოდენიმე მიმართულებაზე განსაკუთრებით თავგანწირული ბრძოლები, დიდი წინააღმდეგობები წითელ არმიას არ შეხვედრია, მათ შორის თბილისში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია კი არა. ერთი ბარნოვი იყო გამოსული და მეორე ჯავახიშვილი იყო გამოსული, რომელიც სტუდენტებს მოუწოდებდა, რომ წადით და ეომეთ ამ პროფესორს, მე ახლა მასწავლებელი ვარ თქვენი და უნდა გეუბნებოდითო, რომ იჯდეთ და სწავლოდითო, მაგრამ ქვეყანას უჭირს და წადით. დანარჩენები წითელი დროშებით ხვდებოდნენ εμას, რა ქვია, წითელ არმიას რო შემოდიოდნენ, რომელს ასწრებდა არ იცოდნენ და ბოდიში და ეს ინტელიგენცია მე დახვედა და ტრაქში უძრებოდნენ იმას, რა ქვია, ბოლშევიკებს. ასე თუ სიმართლე გინდათ, ასე იყო ყველა. ერთი ფანჯარა არ ჩატეხილა თბილისში. ისე იქნება დღესაც. ის დავით უსუფაშვილები და ესენი იმ გადანახულ კომუნისტურ იმას, რა ქვია, პარტბილეთებს ამოიღებენ და ჩვენ დავალებას მასრულებდით, ასე იყო საჭირო. არა ბიჭო, ახლა ისა, რა ქვია, ივანიშვილის ბერა იომებს თუ იმის, რა ქვია, სააკაშვილის ედუარდი. თუ რომელიმე სხვის. იგი იქნება. თუ კი ეს ქვეყანა უნდა იყოს ქართველის გარდა ყველასი, არაბის, თურქის, ჩინელის, ინდუსის, რა ვიცი, ევროპელზე უკვე ხო ზედმეტია ლაპარაკი, კაცო, ევროპელი თუ არის ვინმე ამერიკელი, იმას ეგრევე უნდა შეუძრენ უკანალში დიდი ან პატარიანა. ქართველის გარდა ყველასია ქვეყანა. ვისიც ამაშინ იმათმა იუმა. ასე იყო. სხვათა შორის უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქს რომ მიადგნენ თავის დროზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქ გაუწიეს კოლომოისკი, რომ იყო ცნობილი ოლიგარქი და თაღლითი კოლომოისკის თავისი ქონება სულ დნეპროპეტროვსკში ჰქონდა და დაქირავებული არმიები შექმნა და იმით დაიცვა ოლქი მაშინ. მერე ჩემო ძმა ბოზებით რომ სავსეა ქვეყანა და ბოზების ხელში როა ქვეყანა და ხალხი იმას ოცნებობს რომ რამენაირად იქნება და რამენაირათო ხელისუფლებაში მოვიდე რომ ვავნო, ხო? ეს ძახო და ის, რა ქვია, არ შეიჯვალეკო. მეაო რომ მევიდეო ახლა მერათო ნაგვის იმას გავაჩერებო, მეტროს გავაჩერებო, იმას გავაჩერებ, ამას გავაჩერებ. აქეთ მეორე ხალხი იმას ოცნებობს, პატარა ქოცის ფიქრები, ბიზნეს ზებრა ვიქნები, რომ ქოცობაში შეძვრე სადღაც და ფული იშოვა. სახელმწიფო აზროვნება არ არსებობს. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არ არსებობს. არ არის ეს შეგნება არაა ჩამოყალიბება. ნიჰილიზმი კი არ შემოგაპარე, ჩემო ძმაო, მე ვლაპარაკ, არა მაქვს ნიჰილიზმი, სხვათა შორის ნიჰილიზმი არა მაქვს. მაგრამ როდესაც საქმეზე შმაგი მიდგება და როდესაც ბრძოლაზე დავიწყებთ ლაპარაკს, სამშობლოს დაცვაზე დავიწყებთ ლაპარაკს, არ შეიძლება აქ თავი მოიტყუოს ადამიანი. არ შეიძლება. გეუბნები ძმაო, 100%-ით ვიცი, 100%-ით ვიცი ესენი რისი გამკეთებლები არიან. ფორმა რო აცვიათ, ხო? ისინიც ვიცი ძალიან ბევრი რისი გამკეთებლები არიან. აი ეს შავი პოლკოვნიკი როა, შაიშმელაშვილი როა, იმნერი ნაგავი რამდენია ჩათისლილი იცი ქართულ ჯარში? რო გაიქცა ახლა და შავი პოლკოვნიკების იმას რო ქმნის? ისეთი სირები რამდენია, იცი შეიარაღებულ ძალებში, გმირებად რომ მოაქვს თავი? არ გაპარებ ნიჰილიზმს, გეუბნების სიმართლეს, ნულია. იმიტომ რომ ქართული შეიარაღებული ძალები ეროვნულად არ გაწვრთნილა, არ პრიორიტეტი არ ყოფილა მინიჭებული ეროვნულად მებრძოლი ადამიანები, მინიჭებული იყო შაიშმელაშვილების ნაირების და ამათ და იზორიას ნაირ მინისტრებში და ბურჭულაძის ნაირ მინისტრებში და ამგენში რომლებმაც შეჭამეს. და ეს როა ეს ჩამოყალიბებული სირი ჩიქოვანი მინისტრი, სპიტალო, ის თქვენ უკეთეს ხوار გონიათ ამგენზე. ხა ამათი ნამინისტრალი, ამათი ნამოღვაწარი რატო უნდა მოვატყუო ხალხი რო ვერ გაწევს წინააღმდეგობას. ომის დროს კიდე მარტო ჯარი არ ომობს. ომის დროს ომობს სახელმწიფო. ჯარი არის ერთ-ერთი ძლიერი ელემენტი ომში. აუცი
არია სიმართლეზე მომდა რა გითხრა. აი გუბაზა და მისი ნაბიჯვარი წავა კიდე წინ, როგორც ბაბუამისის, თავარი ნაბოზვარი რო იყო ის, ვითომ ის წავიდა, გუბაზა წავიდა თუ მისი წავიდა. აი მაგას რო ამბობ, მე ზუსტად რომ ბევრი ფიქრობს, რომ ამ მღვრიე წყალში თევზს მაინც დავიჭერთ, ვინ ვიზიარი, რა თუნდა ამ ქვეყანა საერთოდ ომი და დამპყრობელი. ოდნავ რომ მოდუნდება სიტუაცია, თქვენ ნახეთ საქართველოში რა წავა. თუ ვინმეზე ბოღმა აქვს ჩადებული, ყველა გამოიტანს იარაღს და შურისძიებას დაიწყებს ერთი მეორეზე. ქოცინაცზე, ნაცი ქოცზე, იმიდან გამწარებულზე, იმაზე წართმეულზე, ამაზე 90-იან წლები იქნება იავნანად. აი ხიდაშელი და მისი ქმარი პირდაპირ ამბობდა, რომ მე ჩვენ შვილებს არ ვზდიტო იმისთვის, რომ სამშობლოს თავი შეწირონო და რადგან არცაა გასაკვირი ისაა, რომ ის მინისტრი იყო და დღესაც უსმენენ იმ ძუკნას. აი ესაა პრობლემა. კარგი შემოკარგებოდ აგემშვიდობებით, ახლა მადლობა ყველას ყურადღებისთვის და უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ თუ ომი მოხდა, შეიძლება ასე ჯობდეს. არავინ არ იცის, იცი? შეიძლება ასე ჯობდეს. იმიტომ რომ ამ გაუთავებელ სიბინძურეს, ხო? ერთხელ და საბოლოოდ რაღაცა ომი რენტგენია და გაწმინდავს ყველაფერს. შეიძლება ასე ჯობდეს რა. აი ხა ასეთი საქართველო რას არსებუა დღეს რო არის. ბიზნეს ზოოპარკად ქცეული ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში ომები ქონია საქართველოს და გადარჩენილა და აი ეს გაპიდარასტებული, გაშათლახებული მასა მადლობთ ყველას ყურადღებისთვის.